ობიექტურ მიზეზთა გამო მე არ ყოფილ ვარ თქვენი სტუმარი, რამდენიმე დღეა მე მქონდა ამის საბაბები, მიზეზები. დღეიდანვე ეცდები რომ გამოვსწორდე და დღეიდან ყოველდღიურად დღეში 2-ჯერ 3-ჯერ შესაძლოა 4-ჯერაც ოპტიმალურად 2-ჯერ შემოგთავაზებთ საკუთარ მოსაზრებებს თუ აქ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ისე ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბევრი რამ მოხდა ამ დღეებში, 2-3 დღე არ ყოფილ ვარ თქვენი სტუმარი, ბევრი რამ მოხდა აღდგომა დღეს, კერძოდ აღდგომა რაღაცა ვახსენე, ისიც თქვენ რომ პრეზიდენტმა პუტინმა შლეგმა დიქტატორმა, საზიზღარმა ტიპმა თქვა რომ მე სააღდგომო ზავს ვაცხადებო, რომელიც რუსეთმა რასაკვირველია აი ამ სიტყვის თქმიდან რაღაც 2 საათში თავადვე შემოარღვია. ეს მოსალოდნელიც იყო და უკლებლივ ყველა ვინც აკვირდება რუსეთის ქმედებას ბოლოს რამდენიმე საუკუნე ან ბოლო რაღაც საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ბოლო 35-34 წელიწადია ყველა მიცის რომ რუსეთი საკუთარ არც ერთ პირობას არ ასრულებს. აი ამ პატარა პირობასაც კი 24 საათით ჩვენ დავასრულებთ, შევწყვეტთ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას, ამასაც კი არც ასრულებს და ვერც ასრულებს. როცა აღარ დაასრულა კი არა, როცა განაგრძო ეს მკვლელობები და ეს ბანდიტური და აგრესიული თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე, სწორედ ამას მოჰყვა პრეზიდენტ ზელენსკის აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინას ექნებოდა სარკისებული პასუხი. სარკისებულ პასუხზე ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მანამდე ვიკითხავ ასე. ვაშინგტონიც კი ნელ-ნელა ხვდება, რომ რუსეთი ამ კონფლიქტს არ ასრულებს და ვერ ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონიდან ძალიან ხშირად ისმის და ისევ ისმის ეს განცხადებები, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ კვირაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან მოილაპარაკებენ. ვერაფერზე ვერ მოილაპარაკებენ. ასევე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ როცა დასრულდება ეს ომი და ეს ამ ომის დასრულება ორივეს ინტერესში შედის, ამ შემთხვევაში ორივე დაიწყებს ფულის გაკეთებას ჩვენთან ერთად. მესმის ძალიან დიდი სიხარული ფინანსების მოძიება, მოზიდვის, გამდიდრების მიმართ და კიდევ ბევრი რამ მესმის, მაგრამ კარგად უნდა გაიგოს უკლებლივ ყველამ, ვინც ახლა მისმენთ პირველ რიგში და ოკეან გაღმაც ესმის ბევრს რასაკვირველია, მაგრამ აი ადმინისტრაციაში კი ნაკლებად ესმით. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს არ არის თამაში ან თამაშობა, ეს არის ომი სამშობლოსათვის. ეს არის ომი თავისუფლებისათვის. ეს არის ომი მომავლისათვის, უზრუნველი მომავლისათვის, კი არა რომ აი წამოვწვევით და კარგად ვიქნებით და დოლარები გვცვიო და გვექნება. არა, ეს არის ომი თავისუფლებისათვის და ზოგადად მომავლისათვის, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი არსებობდეს. არსებობდეს და მით უფრო იყოს ძლიერი, ამისთვისაც არის ცხადი. ეს კარგად ესმით ევროპელებს, რომლებმაც მიაღწიეს საოცარ შედეგს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამ შედეგს საოცარი უნდა ვუწოდოთ. ამერიკელები, უკრაინელები და ევროპელები ერთად დასხდნენ უკვე და ამერიკელები მიხვდნენ იმას, რომ ევროპის ჩართულობის გარეშე ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ვერ იქნება იმ ევროპისა, რომელიც ესეთი გარიყული ჰყავდათ ამ ხნის განმავლობაში. ეს შეხვედრები ჩანს გაგრძელდება და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთის მხრივ კონფლიქტში ამერიკელების უფრო მეტ და უფრო სწორ ინტეგრაციას განაპირობებს, იწვევს საფუძველია და კარგად ახსნას ოკეან გაღმელი ჩვენი მეგობრებისათვის, რასაკვირველია, როგორი სახის, როგორი ღირებულებითი სახის კონფლიქტი არის და ვინ არის აგრესორი რეალურად და ვის არ უნდა რეალურად ომის დასრულება. ომის დასრულება კი ცხადია არ უნდა რუსეთს. ამასობაში პარალელურადაც ისმის რასაკვირველია განცხადებები, რომლებიც დაგვზაფრავს ხოლმე. ასე მაგალითად კიტკელოგმა, რომელიც ჩაჩოჩებული იყო და ეხლაც არის, ესე ვიტყვი, ამერიკის ადმინისტრაციის მიერ, თეთრი სახლის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, ანუ კიტკელოგი არის უკრაინა-რუსეთის საკითხებში შეერთებული შტატების სპეცსარობადგენელი და ვიტკოფი იყო ამოწეული მიზეზთა გამო, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია და მათ შორის იმის გამო, რომ ეს ვიტკოფი საკმაოდ ახლო მეგობარია პუტინის დობით აღჭურვილი პირი დმიტრევისა, მაგრამ აი ამ ვიტკოფმა კი არა, კიტკელოგმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ შეიძლება დავიღალოთ კიდეცო და არა მხოლოდ მან გააკეთა ეს განცხადება, ჩვენ შეერთებული შტატები შეიძლება გავიდეს ამ პროცესიდან. თუ რაღაცი ომი გრძელდებაო, რაღაცი მხარეები არ არიან თანახმა, რომ შეთანხმდნენ, მოილაპარაკონ და ასე შემდეგ და ასე
შემდეგ. მე პატივისცემას ხადია ვადასტურებ გენერალი კელოგის მიმართ, მაგრამ ასე მარტივი გასვლაც არ იქნება, ჩემი აზრით, რომ შეერთებული შტატები ვერ იქნება განზემდგომი სახელმწიფო, შეერთებული შტატები, რომელსაც მაინც აქვს ეს კარგი კონოტაციით სოფლიო ჟანდარმის ფუნქცია აქვს, ჰქონდა, ესე ვიტყვი, აქვს და ექნება კიდეც გარკვეულწილად თუ არა აქვს, მაშინ ბოდიში ესეთი სიტყვისთვის აჯანდაბა ესაქმება ასე მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, რატომ არის ესეთი სერიოზული კამპანია იმის წინააღმდეგ, რომ ირანმა არ უნდა დაიწყოს არ უნდა განაგრძოს ბირთვული ბომბის შექმნა და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბირთვული ბომბი არ შექმნას ირანმა და ამის გამო ყველაფერს გააკეთებში იგულისხმება მათ შორის სამხედრო იერიშების მიტანა ირანზეც. ირანი კი არ უშინდება ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც და სოფლიო ჟანდარმი თუ არ არის კარგი კონოტაციით, კვლავ ვიმეორებ, მაშინ დასაჭიროა ეს სავაჭრო ომები თუ ჩინეთთან და თუ ვთქვათ ევროპასთანაც რაც დაანონსებული იყო და რაც როგორც ჩანს არ გამოვა. მე საუბრის დასაწყისში ვახსენე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ჩვენო სარკისებურ, ანუ მოვთარგმნოთ, ადეკვატურ პასუხს გავცემთო რუსებს იმის გამო, რომ რაც ჩაიდინეს მათ კრივოროგში, რაც ჩაიდინეს სხვაგან, რამდენად დიდ დანაშაულებზე წავიდნენ ამ ბოლო ხანებში და ამ ადეკვატური თუ სარკისებული პასუხი, როგორც ჩანს, არის ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ეპიზოდი ამ სარკისებული პასუხისა არის ამგვარი. უყურეთ რა მოხდა. დიდი ამბავია. მოსკოვიდან 65 კილომეტრში დაახლოებით თუ წარმოვიდგინოთ, აი არმისული გორამდე. თბილისიდან ჩვენ რო ვაჩერებთ ხოლმე ავტომობილებით ვინ მგზავრობს დასავლეთისკენ, ხო? სავაჭრო ცენტრი როა და ბენზოგასამართის სადგური არ დავასახელებ კომპანიას. ხო, რო ვაჩერებთ ხოლმე, აი ამ მანძილზე თბილისის გასასვლელიდან, აი იქ აფეთქდა, აი იქ 65 კილომეტრში. რუსეთის თავდასხმის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საწყობი, სადაც ინახებოდა საარტილერიო ჭურვები, რეაქტიული სისტემა გრადისა და სხვა ტიპის რაკეტები, საზენიტო სარაკეტო სისტემებიც, მათ შორის S-300-ის კომპონენტები, ასევე ტაქტიკური რაკეტები, .U რაკეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ეს რატო არის მნიშვნელოვანი? რომ ვიცოდეთ, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი საწყობია, რომელიც საიდანაც მარაგდებოდა უკრაინა. შესაბამისად, თუ ვეღარ მოამარაგებენ რუსები, ან სანამ ამას აღადგენენ, სანამ სხვა საწყობს ნახავენ, სანამ ამ სხვა საწყობს დატვირთავენ, სანამ ახალ ლოჯისტიკურ ხაზებს ააწყობენ და ასე შემდეგ, ამ პერიოდში მაინც შვებით, ესე ვიტყვი, ნაწილობრივ შვებით ამოისუნთქებს უკრაინა და შესაბამისად ის არ იქ სადაც მას უჭირდა აქამდე ხო გარკვეული ფრონტის ხაზებზე იქ მას აღარ ექნება ესეთი მძიმე ვითარება როგორც მართლა ობიექტურად აქვს. მეორე ამბავიც არის აქ ამ პროცესში, ეს არის პეტერბურგი. წარმოიდგინეთ თუ ჩვენ ვისაუბრეთ მოსკოვთან 65 კილომეტრში, ანუ ქალაქ ვლადიმირთან არსებულ საწყობზე, ახლა მეორე ამბავიც აგვაქვს პეტერბურგი, რომელიც მეტად უფროა დაშორებული მოსკოვიდან, მაგრამ პეტერბურგზე ვლაპარაკობთ და არა მურმანსკზე, ასე მაგალითად, მაკომპლექტებლების ერთ-ერთი საწყობი აფეთქდა და იქაც ესეთი პანიკა, ესე ვიტყვი, ამასთან დაკავშირებითაც ვრცელდება კადრები. შეერთებულ შტატებში ამას სასაკვირველია აქცევენ ყურადღებას, შეერთებულ შტატებში ამ ყველაფერს სასაკვირველია ხედავენ, თუმცა ჯიუტად მაინც იმეორებენ ერთს და მთავარს, რომ სხვაში ამერიკული მედიის ცალკეული საშუალებები ამ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთი და მთავარი არის ამგვარი ამბავი, რომ უკრაინამ უნდა ორდაირი ამბავია. პირველი de facto აღიაროს, რომ ყირიმი არის რუსეთისა და მეორე ამბავია, ამაზე უფრო მძიმე, მედიის სხვა საშუალებები ავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომ de jure უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში. რეალურად სხვა მედიის საშუალებები ეგრა მაგის პასუხია წერენ, რომ 5 რეგიონი უნდა აღიაროს, 5 ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში, ოღონდ ის 5 რეგიონიც ბოლომდე ოკუპირებული მთლად არ არის. არა თუ საპოროჟიას მაგალითად არამედ ლუჰანსკსაც კი თლად ბოლომდე ეს ხაზგასმით ვამბობ ამას და დონეცკსაც კი ვერ აკონტროლებს რუსეთი ბოლომდე
ზაპოროჟიეზე და ხერსონზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ნუ ყირიმს აკონტროლებს, მაგრამ იქაც აქვს გარკვეული პრობლემები. ანუ რა ლოგიკით უნდა გავიდეს ახლა ხერსონის ცენტრიდან უკრაინის შეერაღებული ძალები ეს აბსოლუტურად გაუგება და ცხადია არ გავა. ამიტომ ყველა ეს მოლოდინი იმის თაობაზე რომ ერთ კვირაში დასრულდება ომი, ერთ კვირაში მხარეები მოილაპარაკებენ, აი 20 აპრილს არ მოხდა ეს, მაგრამ აი 9 მაისამდე მოხდება, არა, ვიცი და 31 მაისამდე მოხდება თუ მაისი არის ხით არის ხო 31-ით, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მოლოდინები და კელოგი რო ამბობს რომ ჩვენ გავალთო ამ პროცესიდანო ეს ერთის მხრივ თითქოს სწორი განცხადებაა, მაგრამ ვერც გავა მეთქი ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხო, ეხლა რატოა მნიშვნელოვანი ერთი ამბავი, ერთი ასპექტია კიდე საინტერესო ამ კუთხით. რუსეთი იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოვიდგენ სიგიჟეს და ზელენსკი დათანხმდება ყირიმის დე იურე აღიარებას, ან თუნდაც დე ფაქტო შეგუებას იმასთან, რომ ყირიმი არის რუსეთის. ან მით უფრო დათანხმდება 3, 4, 5 ჯამში 5 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას კიდე აკნებავთ დე ფაქტო აკნებავთ დე იურე და შეწყვეტს წინააღმდეგობას. ამ შემთხვევაში ზელენსკი ხა როგორ ვივარაუდო, მაგრამ დაახლოებით 2 თვეში აღარ იქნება უკრაინის ხელისუფალი. მას მოუბრუნდებიან მისივე ჯარისკაცები და იწყება უკრაინაში სრული ქაოსი. და ეს მისივე მობრუნებული სამხედროები, ჯარი, ესე ვიტყვი, იტყვის ამგვარ რამეს, კი მაგრამ რატო გვაომეთ? რატომ შეეწირა ჩემი ძმა, ჩემი ბიზაშვილი, ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობრის მეგობარი, ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ამ ომს აღარაფერს ვლაპარაკობთ დანგრეულ ინფრასტრუქტურაზე, დანგრეულ ქალაქებზე და კატასტროფაზე, რომელიც ხდება უკრაინაში. ამიტომ რაღაცა გვაომეთ და თქვენ წახვედით ამ კომპრომისზე, თქვენ ხვალიდან არა, ოკეი, 1 თვეში, 2 თვეში თქვენ აღარ იქნებით უკრაინის ლიდერი და მართლებიც იქნებიან. აქედან გამომდინარე, ზელენსკი, რომელსაც ცხადია სურს, რომ ჩაეწეროს ისტორიაში როგორც პირი, რომელმაც დაამარცხა რუსეთი, ამაზე არც წავა და ვერც სურო მუნდოდეს და სურო მიჭიკარტებული იყოს კედელზე შეერთებული შტატების ცალკეული წარმომადგენლების მიერ თუ მხრიდან იმის თაობაზე რომ მან უნდა დათმოს ყირიმი თუ ჯამში 5 რეგიონი. მაგრამ ერთ წუთს წარმოვიდგინოთ, კვლავ ვიმეორებ, რომ ზელენსკი გაგიჟდა. გადააგორა ის პრობლემები, რომლებიც მას შეექმნება. გადააგორა მათ შორის რუსეთის რბილი ან ჰიბრიდული სხვა ოპერაციები და რბილი ომი მერე რო დაიწყება უკრაინის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ეცდებიან რუსები, რომ ზელენსკი ჩამოაყირაონ და რომელიმე მედვედჩუკი მოიყვანონ უკრაინის ლიდერად, რომელიც მთლიანად ჩააბარებს უკრაინას და ან იანუკოვიჩი, ან სხვა ვინმე და სხვა. ყველაფერს მოერია ვთქვათ. ეს წარმოვიდგინოთ, რომ ასეა. ამის შედეგად პოტომაკში ალბათ მდინარე პოტომაკთან ვაშინგტონში მეორე ხდება რა საკვირველია, მაგრამ თეთრ სახშიც უნდა მიხვდნენ, მეთქი ასე ვიტყვი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მიხვდებიან ადრე თუ გვიან, რომ ამის შედეგად რუსეთი არ ჩერდება. რუსეთი მიდის მერე უკვე კიევზეც და არა მხოლოდ კიევზეც და მთლიანად უკრაინას კი არ იპყრობს მხოლოდ, არამედ ბალტიის სამსახელმწიფოებსაც უტევს თუნდაც საჰაერო იერიშებით. და სცდის, სხვა სიტყვა ვიხმაროთ, გამოსცდის ნატოს მეხუთე მუხლს. თუ ნატო, როგორც ასეთი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია არის მხარი, წესით მან პროპორციულად უნდა უპასუხოს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ თუნდაც საჰაერო იერიშებს მიიტანს, ასე მაგალითად ესტონეთზე რუსეთის ავიაცია და რუსეთი ამას გააკეთებს. რაც მთავარია და ევროპა, ვინ და ევროპა ამას შესანიშნავად ხვდება, იცავს რა, ან ცდილობს რა დაიცვას უკრაინა დღეს, რეალურად ევროპა ცდილობს აირიდოს გაცილებით მასშტაბური ომი, გაცილებით სერიოზული ომი რუსეთთან, დაპირისპირება რუსეთთან უკვე ხვალ. აი ამასთან კარიც კავშირში ის დახმარებები, რომლებიც რასაკვირველია, იოლი მოსაძიებელი ევროპის კონტინენტის ცალკეული სახელმწიფოებისთვის, ან მთლიანად ევროკავშირისთვის არ არის, მაგრამ ამასთან არის კავშირში. თუ არ მივიღებთ ხედულობაში ორ ლიდერს, ორბანს, რომელსაც მაღალი ალბათობით, ან გარკვეული ალბათობით შეუჩერებენ ხმის მიცემის უფლებას, ანუ უნგრეთს, ევროკავშირში,
გარკვეული მექანიზმების ამოქმედების გათვალისწინებით, რამდენადაც ის არის დროას ცხენი, იცით თქვენ და რომელსაც აქვს აბსოლუტურად სხვა მიდგომა, დაახლოებით ისეთი ან მეტნაკლებად ისეთი, როგორიც აქ ბიზინა რუსივანიშვილს, დავუთმოთ ყველაფერი და ამის შედეგად ის არც არაფერს დაგვიშავებს. ბიზინას დაახლოებით ასე ფიქრობს, დავუთმოთ ყველაფერი და ის არაფერს, ანუ რუსეთი არაფერს დაგვიშავებს. და ახლა ბარემ ღარაღაი ბიზინა ვახსენე, რატომ უნდა მეხსენებინა, მაგრამ მაინც უკასრავად, ყურეთ გარდიანის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერებას, რისი მიზეზიც არის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის მხრიდან უკრაინისათვის დახმარების დაბლოკვის მცდელობის გაგრძელება. სავსებით ნათელი, ვრცელი, მაგრამ კარგი წინადადება. ხო, და ბალტიელები რაღა ივახსენე პატრუშევის განცხადება ვრცელდება, თუ დიპლომატიური ან სამართლებრივი ინსტრუმენტები არ იქნება ეფექტიანი, მაშინ ჩვენი საზღვაო ძალები მზად იქნება უზრუნველყოს რუსული ხომალდების უსაფრთხოება. პატრუშევი ამას აკეთებს, ამ განცხადებას აკეთებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ანუ ბალტიელებმა იცით თქვენ რომ დააკავეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოვანი ფლოტი აღარ არსებობდეს, ან იყოს სუსტი, ან მას არ ქონდეს ოპერირების შესაძლებლობა. რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზეა საუბარი, ბალტიის ზღვაში მოხდა როგორც ჩანს ეს ამბავი და სხვაგან სად მოხდებოდა და შესაბამისად პატრუშევი გადაფსიხდა პუტინთან შეთანხმებით და სხვა რამესაც გავაკეთებთო ჩვენო, მაშინ ჩვენი საზღვაო ძალები მზად იქნება უზრუნველყოს რუსული ხომალდების უსაფრთხოება. ანუ მივიტანთ იერიშსო ამ სახელმწიფოებზეო და სწორედ ეს არის გამოცდა, ეს იქნება გამოცდა ნატოს მეხუთე მუხლისა, რომელიც ესე რომ ავთარგდოთ და დიუმა გავიხსენოთ ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. აი, ექნება თუ არა ნატოს რომელიმე შედარებით სუსტი სახელმწიფოც კი ესტონეთის მხარდამჭერი, აღარ ვლაპარაკობ შეერთებულ შტატებზე, ამას მე ვნახავთ, რუსეთი რასაკვირველია ეცდება, რომ მოარღვიოს მეხუთე მუხლი. სხვათა შორის ბარემ აქვე ვიტყვი და მე უკვე სხვა თემაზე გადავალ. რუსეთი ეცდება მოარღვიოს მეხუთე მუხლი იმ შემთხვევაშიც კი თუ 30-40-50,000 საერთაშორისო კონტინგენტის საერთაშორისო ძალებით დაკომპლექტებული შეერაღებული ძალები შევლენ უკრაინაში და გააკონტროლებენ მის ერთ ნაწილს. რუსეთი მიიტანს მათზეც, გამოცდის მათ მდგრადობას, მედეგობას, მიიტანს მათზე იერიშს და დაელოდება პასუხს იმ სახელმწიფოებისაგან, მაგალითად ფრანგებისაგან, რომლებიც ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთონ ან ღია კონფლიქტში მოსკოვთან, ან უნდა გაუტარონ თავდასხმა მათ, ანუ ფრანგ სამშვიდობოებზე, რომელიც აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამშვიდობო ჯარი შევა უკრაინის ტერიტორიის ნაწილში. მაგრამ ახლა ერთ წუთს ამ თემაზე არ ვილაპარაკებ და მე უკვე საბოლოო წინადადებას ვიტყვი დაახლოებით 3 წუთში. ქართველი ტრამპისტები არა, ქართველი ტრამპისტების ნაწილი ყოველ შემთხვევაში სერიოზული ხალხია, რომელსაც აქვს თავისი არგუმენტები, მე არა ვარ მათზე განსაკუთრებით უარყოფითი აზრის პირიქით, მათ აქვს საკუთარი რელევანტური მოსაზრებები, ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში, კამათი მათ ნაწილთან ყოველ შემთხვევაში შეიძლება. შეიძლება ბევრ თემაზე მსჯელობა, კამათი, მე მგონი რომ მათ არ აქვს პასუხი ცალკეულ კითხვებზე, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ არა გვაქვს პასუხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მით უფრო მე არა ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ ეს ანტიტრამპიზმი გადაგვეზარდოს ანტიამერიკანიზმში. ამერიკა იყო, არის და იქნება უმძლავრესი სახელმწიფო მსოფლიოში ჩვენი თავისუფლების, მათ შორის ბიზნესგან თავისუფლების მთავარი საყრდენი საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ მესმის, ობიექტურადაც მესმის, რატომ აკრიტიკებთ ჩვენ ტრამპს, მაგრამ ხშირად არ წაგწდება ხოლმე ეს გადაიზრდება ხოლმე ანტიამერიკანიზმში და ეს ფლად კარგი არ არის. ეხლა მოვამრგვალოთ საუბარი. მე ვსაუბრობ ეხლა არა იმდენად ქართველ ტრამპისტებთან დაკავშირებით, არამედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით ვსაუბრობ, ვიტყვი 2 სიტყვას. ისინი ამბობენ, რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. აი საქართველოსთან მიმართებაში სხვა შორის ისე აღარ ამბობენ, იმიტომ რომ საქართველოსთან მიმართებაში თითქოს შეიცვალა მათი მესიჯი Deep State-თან მარცხდება ტრამპიო, მაგრამ აი უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც მათ ეზიზღებათ, ამბობენ ასე. თუ ტრამპი იტყვის, რომ ყირიმი არის რუსეთის, შესაბამისად, ყირიმი არის რუსეთის. ვინ კითხავს? ზელენსკის. დაახლოებით ესეთია კალაძის ან გამობიძინებულთა პასუხები. გამობიძინებულები ხო FSB-ს აგენტები არიან? FSB-შნიკები FSB-ს გზავნილებს გვიხმიანებენ აქ ჩვენ საზოგადოებაში.
ხო და მე მაქვს კითხვა კალაძეების მისამართითაც რასაკვირველია, მაგრამ კალაძეები ვისაც მოგწონთ. დინარაძეები, კალაძეები, კობახიძეები, ბიზინები, შმიზინები, ვიღაცები და ვიღაცები, წინარეები და არამწინარეები. ესეთი კითხვა მაქვს. თუ მოხდა ასეთი ამბავი, რომ ყირიმი მართლაც აღიარა უკრაინამ. ან შეერთებულმა შტატებმა აღიარა რუსეთის ნაწილად. ეს ხო ნიშნავს, რომ ერთ ძლიერ სახელმწიფოს რუსეთს ამ შემთხვევაში ძალით შეუძლია შესვლა ყველგან და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მითვისება იმ ტერიტორიებისა, რომლებიც მან ძალით დაიპყრო. ყირიმი მან 2014 წელს დაიპყრო. მან დაიპყრო უკვე შემდგომ წლებში დონბასი. უკვე აი ბოლო პერიოდია 3 წელიწადია თუ 2 წელიწად ნახევარი აცხადებს პრეტენზიას ზაპოროჟიეზე და ხერსონზე. ანუ რა გამოდის, რომ მას უკანონდება ის, რაც მას არ ეკუთვნის. რასაც ის ამ ტერიტორიებს აღიარებდა ამჯერად მტერი სახელმწიფოს კუთვნილებად 2014 წლამდე ყირიმს. ყირიმი იყო, არის და იქნება კიდეც უკრაინის დე იურე ნაწილი. მაგრამ აი თქვათ და შეიცვალა ვითარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოდიში სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარად მწვანე შუქია ქანთებული ტაივანთან მიმართებაში ჩინეთს და ეს ნიშნავს დაუმთავრებელ ახალ და 700 ჯერ შემიძლია ეს თქვა გავიმეორო კონფლიქტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ამ კონტინენტზეც. აი ევროპის კონტინენტზეც კი გაგიკვირდებათ და მესმის რომ ნაკლები კონფლიქტი იქნება კი არა, საერთოდ შეიძლება არ იყოს გერმანიაში, მაგრამ აი ბალკანეთში ახალი ძალით იფეთქებს კონფლიქტები, რომ მიცოდეთ მაინც. მაგრამ თქვენ ხომ არ გაღელვებთ ბალკანეთი, დედასტირებია გერმანიასაც, რასაკვირველია თქვენი აზრით. აი საქართველოსთან მიმართებაში როგორ ხართ, ეგეც მითხარით, ბარემღა. თუ ასე მოხდა და თუ ზელენსკი გაგიჟდა და ზელენსკი აიძულეს დაავალდებულეს მიაჩიკარტეს, რავის ჩამოახრჩეს, რაღაც გაზით კამერაში შეაგდეს და ისე მოაწერინეს ხელი ყირიმის რუსეთისთვის გადაცემაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გიბოდიშეთ და დაგვერხა. დაგვერხა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე მაზეგ უხეშად 2029 წლის 17 ივნისს ნატო ვახსენებ ამ თარიღს 18 ივნისს ჯობია 17 ივნისს 18 ივნისს ჩვენ დაგვავალდებულებენ რომ ვაღიაროთ აფხაზეთი და თქვენ ქართული ოცნების დღევანდელო მომხრეებო თანახმა ხართ რომ ჩამოიშალოს არაღიარების პოლიტიკა და თბილისმა სახელმწიფოდ აღიაროს აფხაზეთი ოფიციალურად თბილისმა აღიაროს რომ დამოუკიდებელია აფხაზეთი. ოფიციალურად თბილისმა აღიაროს რომ დამოუკიდებელია სამხრეთ ოსეთი. ამით ხომ ჩვენ კარგავთ და სამუდამოდ კარგავთ. ჩვენი აღიარების შემთხვევაში რასაკვირველია სამუდამოდ კარგავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს თქვენ რომ სამხრეთ ოსეთს უწოდებთ იმას იმ ტერიტორიას. სხვა შორის ბიზინა აქამდე მიდის. ნაბიჯ მიდის FSB-ს გარდახით. და აი მაშინ რაღაცო გულშემატკივრობთ ზელენსკის დამარცხებას ან მოსკოვის იმ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც 5 რეგიონი უნდა დაუკანონდეს რუსეთს მინიმუმ და საერთოდაც მთლიანად უკრაინა უნდა ჩაბარდეს. თუ მთლიანად უკრაინა ჩაბარდება, პროპორციულად გადმოვა ეს ჩვენზეც და საქართველოს უნდა ჩაბარდეს მაშინ რუსეთს საზოგადოებიან ხელისუფლებად წოდებული ბანდა ხომ ჩაბარებულია. და ახლა ბოლო წინადადება მასთან დაკავშირებით, რაც ცოტა გიჟურია, ცოტა ბევრისთვის ეს მისაღები კი არის, მაგრამ წარმოუდგენელია და ასე შემდეგ. ეს კონფლიქტები დაწყებული რუსეთის მიერ ვერ დამთავრდება. აქამდე მე მქონდა, მაგრამ ახლოთ 1 წლის წინ თქვა, მქონდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი რო წავა, მოვა შედარებით ადეკვატური პირი. ლოგიკურიც იყო. მელოცთ მასავსე კაცი ცვლის ხშირად. რბილს უფრო მკაცრი და მკაცრს უფრო რბილი. იმპერიალისტი პუტინი თუ მიდის, მოდის ტიპი, რომელიც მამენ ცდილობს. სკინაღამ სიტყვა მამენტწა მომცდა, ხო? ცდილობს დალაგებას დასავლეთთან, მაგრამ ბუნება, ბუნოვანება იმგვარია რუსეთისა, რომელიც
ამის შესაძლებლობას პრაქტიკულად არ იძლევა, ამის პერსპექტივასაც არ იძლევა. პუტინი რო წავა, არ მინდა თქვა, რომ პუტინზე უარესი მოვა მეთქი, მაგრამ ესე ვიტყვი, არანაკლები იმპერიალისტი მოვა, რომელსაც ისევ და ისევ მოუნდება დაპყრობა, განადგურება, მათი სუნიანი იღლიის ქვეშ არაერთი ქვეყნის სახელმწიფოს საზოგადოების მოქცევა. ჩვენთან მიმართებაში ჩვენი ხვედრიც და ბედიც ეს არის, როგორც ჩანს, რომ ჩვენ მუდმივად დაპირისპირებულები უნდა ვიყოთ რუსეთთან, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რუსეთი ამგვარია, ამგვარად იმპერიულია და ის ამგვარად იმპერიულია უკვე, ხა მე არ მინდა ვთქვა, რომ ბევრი საუკუნეა მერქი, მაგრამ 21 საუკუნეში ვართ, ხო? 4 საუკუნეა. 4 საუკუნეა. ჩვენთან მიმართებაში ბოლო 3.5 საუკუნეა, მერქი 3 საუკუნეა ნამდვილად. ხო და პუტინი რო წავა და როცა წავა, ხო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ მოვა ვინმე შმუტინი, რომელიც უარესი არ იქნება, ან იმგვარი არ იქნება, ვით უფრო თუ რუსეთს ექნება ერთგვარი ძალა. სამხედრო ინდუსტრიული მანქანა ექნება, საზოგადოების მხარდაჭერა ექნება ახალ შმუტინს ვიღაცას და ასე შემდეგ და გარკვეული წარმატებებისთვისაც ექნება მიღწეული, ხო? არ ვიცი, ყირიმის მიმართულებით და ასე შემდეგ. აფხაზეთს შმუტინი რომ მოვიდეს, ვინ დაგიბრუნებს ჩვენში რომ დარჩეს შმუტინი? ხო და ეს ამბავი ესე არ არის. ამიტომ პერსონალურად მე ცოტა გიჟურ ამბავსაც გულშემატკივრობ. ვლამობ. სურვილი მაქვს. მე მინდა რომ ესე ზავით და ზავუკებით კი არ დასრულდეს ასე მაგალითად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. არამედ ზავებისა და ზავუკებს ავწდეთ ჩვენ როგორღაც ძალიან ძნელი კი იქნება, მაგრამ მაინც და ყველაფერი დასრულდეს მოსკოვის დანგრევით. მოსკოვის დანგრევა პირდაპირ მნიშვნელობით, აი წითელი ხმთლა მოსკოვს არ გულისხმობ კალცევოის იქით და რაღაც სისხლსა და ტრაგედიებს, არა. წითელი მოედანი, კრემლი, მავზოლეუმი უნდა იყოს ცეცხლის ალში. ეს უნდა იყოს ჩვენი გიჟური, მაგრამ ოცნება. მე მესმის რომ მიღწევა ამის ძალიან რთულია, მაგრამ თუ ამ დინამიკით გაგრძელდა და თუ 65 კილომეტრში ვარდება დღეს ცევივა ბომბები მოსკოვიდან, სადღაც ქალაქ ვლადიმირთან, სუზდალი ვლადიმირი, ესეა ხო? ვინ იცის? იქნება შეაღწიოს ეგრეთ წოდებულ კალცევოიშიც და იქნება პატარა ბომბუკა, მოხვდეს კიდეც ჯერ პატარა ბომბუკა, მოხვდეს მავზოლეუმს. და მე უკვე კრემლსაც კი. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მე არ ვაპირებ სიკვდილს, მე ამაზე ვოცნებობ აქ გითხარით და კიდევ ვაცნებობ იმაზე, რომ რუსეთი ამ ომში, უკრაინასთან ომში და ჩვენთან ომში დამარცხდეს. რაც ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად ჩემი აზრით გარდაუვალია. ნახვამდის.